მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ბათუმში ვართ. დღესაც როგორც წინა დღეებსა თუ თვეებში უკვე 286 დღეა გრძელდება საპროტესტო აქცია ბათუმში, უწყვეტი პროტესტი, უწყვეტი საპროტესტო აქცია. დღესაც მოქალაქეები იკრიბებიან უკვე ტრადიციული შეკრების ადგილას საკონსტიტუციო სასამართლოსთან, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. მოქალაქეები ისევ დგანან ქუჩაში წვიმის მიუხედავად და ითხოვენ პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების, პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებას. უცვლელი მოთხოვნებია ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და არლეგიტიმური მთავრობის გადადგომა. ამ წუთებშიც გრძელდება საპროტესტო აქცია თბილისში. კახი-კალაძის საარჩევნო შტაბთან, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან. თქვენ იცით, რომ გუშინ სწორედ მსვლელობის დროს, როცა პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ მელიქიშვილის ქუჩაზე და ჩამოიარეს მსვლელობით კახი-კალაძის საარჩევნო შტაბთან, იქ მათ ქართულ ოცნებამ დაახვედრა ტიტუშკები, მათ იძალადეს პოლიციელების თვალწინ, შეიძლება ითქვას, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ასევე ჟურნალისტებზე, მათ შორის ჩვენ პირდაპირ ეთერში ვნახეთ ნეტგაჯეთის ჟურნალისტს, როგორ შეუშალა პოლიციელმა მუშაობაში ხელი, ასევე შეაგინა. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ასევე იყო გუშინელ აქციაში, იყო ის, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ პოლიციელებიც მონაწილეობდნენ, პოლიციელებთან გარიგებული იყვნენ ეს ტიტუშკები. ჩვენ ვნახეთ ასევე ვიდეო და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო ნეტგაჯეთის ვებგვერდზე, როგორ მიმართავს ერთ-ერთი მოძალადე ბიჭი პოლიციელს, მე ვარ თქვენიანიო, ქართული ოცნებიდან ვარო და მას როცა სთხოვს პოლიციელი ხელკეტის მიცემა, სწორედ ამგვარი სიტყვებით მიმართავს ეს მოძალადე ბიჭი, რომელიც მანამდე ურტყამდა მშვიდობიან დემონსტრანტს აქციაზე. და ასევე კიდევ ერთ საინტერესო ამბავი არის ის, რომ პოლიციელებსაც მოხვდათ მუშტი, ასევე წყლით სავსე ბოთლი, მაშინ როცა ქართული ოცნების შტაბიდან, ქართული ოცნების ოფისიდან ურტყამდნენ და ესროდნენ წყლით სავსე ბოთლებს მშვიდობიან დემონსტრანტებს. ამ დროს წყლით სავსე ბოთლი მოხვდა პოლიციას მოხვდა ამ შემოხლაში ქართული ოცნების აქტივისტის მუშტიც, მაგრამ თქვენ წარმოედგინეთ, არავინ არ დაუკავებიათ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს მოძალადე იყო ქართული ოცნების წარმომადგენელი. თქვენ მე შეგახსენებთ, რომ სილის გაწუნის გამო, რომელსაც არავითარი დაზიანება არ მოჰყოლია სხეულზე, დაადასტურა კიდევაც ექსპერტიზამ ბათუმის პოლიციის უფროსზე ირაკლი გებუაძეზე სასჯელს იხდის მზიამაღლებელი ჟურნალისტი, რომელიც ამ დრომდე ციხეშია და რჩება უკანონო პატიმრობაში. ერთ-ერთი უკანონო პატიმარია და პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი საბჭოთა კავშირის დააშლის შემდეგ. ახლა უკვე ნინო დათაშვილი კიდევ ერთი ქალი პოლიტიკური პატიმარი, მასწავლებელი ელოდება განაჩენს, მასაც ასევე თავდასხმას ედავება გამოძიება. ხოლო ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ მინიმუმ 3 თავდასხმის შემთხვევა პოლიციელზე, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე, მაგრამ არავინ არ დაუკავებიათ, უფრო მეტიც გამოძიებაც კი არ დაწყებულა პოლიციაზე თავდასხმის მუხლით. გამოძიება დაიწყო მხოლოდ 126 მუხლით, რაც ყველაზე მსუბუქი მუხლია სამართლის კოდექსში და გულისხმობს ძალადობას და გამოძიება არ დაიწყო მაგალითად 225 მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. ეს მუხლია, რომელიც ჰქონდათ წარდგენილი სინდისის პატიმრებს, თქვენ იცით 11 პოლიტიკური პატიმარი, რომელსაც 2 წელი მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მას სწორედ ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავებოდა გამოძიება. დღეს აი ეს იურისტი ჯუბა ქათამაძე სხვადასხვა ამბობდა, რომ სწორედ ეს ის შემთხვევა, როცა უნდა დაწყებულიყო გამოძიება 225 მუხლით ქართული ოცნების აქტივისტების წინააღმდეგ, რადგანაც ჩვენ ვნახეთ ეს ჯგუფურობა, როგორ მოქმედებდნენ ოცნების აქტივისტები, ნაწილი მანქანით როგორ მივიდა შემთხვევის ადგილზე ქართული ოცნების შტაბთან, ნაწილი როგორ გამოვიდა შტაბიდან, მათ შორის ხელკეტებით შეიარაღებული, როგორ მოქმედებდნენ ისინი პოლიციასთან, ასევე მოკავშირეობით ზოგიერთ შემთხვევაში და როგორ იყო დაორგანიზებული ეს შემთხვევა, რაც სწორედ ახასიათებს ამ მუხლს, მაგრამ არც 225 მუხლს არ დაუწყია გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს, არც ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობა შეუმჩნევია პროკურატურას და არც პოლიციელებზე თავდასხმა არ შეუმჩნევია პროკურატურას. გამოძიება დაიწყო მხოლოდ ძალადობის მუხლით, რაც მსუბუქი კატეგორიის დანაშაულია და ითვალისწინებს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა მაქსიმუმ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და კიდევ ერთი მუხლი დაამატა დღეს გამოძიებამ გუშინდელ ამბავს. ეს არის 162 მუხლი, რომელიც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო პროცესებში ხელშეშლას გულისხმობს, ანუ საგულისხმო რომ შესაძლოა პირიქით ვისაც იძალადეს მშვიდობიან დემონსტრანტებზე მათ მიედაოს იქეთ გამოძიება, რომ ისინი მივიდნენ ქართული ოცნების ასევე კახი-კალაძის საარჩევნო შტაბთან.
ეხლაც არიან ამ წუთებში არიან საარჩევნო შტაბთან შეკრებილი პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები. საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმშიც უკვე 286 დღეა. მოდი გავისაუბროთ დღეს ამ აქციის მონაწილეებს და გავიგოთ მათი შთაბეჭდილება როგორია მათ შორის ამ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. მოგესალმებით. შეიძლება რომ გაგესაუბროთ? აუ ვერა, ბუდიში რა ვარ. თქვენ გაგესაუბროთ? ვაში თქვენ ხშირი რესპონდენტი ხართ ჩვენი. მოკეთ მინდა გითხოთ გუშინდელ ამბავზე, გუშინ იყო დიდი დაძაბულობა, დღეს არ ვიცით რა იქნება, ეხლა გრძელდება ამ წუთებში გრძელდება საპროტესტო აქცია კახკალაძის საარჩევნო შტაბთან და შიგნით ჩანან რომ მობილიზდებიან ქართული ოცნების აქტივისტები ნიღბებით. გუშინ რაც ნახეთ ეს რა ამბავი იყო თქვენთვის, რა საჩვენებდა ეს თქვენთვის? და გამოძიება არ დაიწყეს, ასევე იგივე პოლიციაზე თავდასხმის მუხლით ან სხვა მუხლებით. ბუნებრივი ადრეც მაგ ალბათ მოთხოვნა კიდე გავიმეორებ, მან არ არის პოლიცია, არც სასამართლო, ან ყველა შეგენი არ არსებობს, ამიტომ მაგის იმედი არ უნდა გქონდეს ჩვენ რამე მოხდება. დღეს სანამ იქ იმის რაოდენობა ხალხი არა რაოდენობაც არის, მოც ვერაფერი ვერ მოხდება. ხომ რაოდენობა მნიშვნელოვანია მართლაც ბიზნესთვის. ხო დააკვირდით, შეიყუჟნენ, შეიმალნენ და მაგათ ესმის ძალის ენა. როცა ბევრი ხარ და ძალაში უგებ, ეგენი არიან ბოდიში ამ ხუთის მაყურებელთან და ჩმორები. როცა გუშინ ცოტა იყო ჩვენიანები, გამოვიდნენ და იძალადეს სუსტ ადამიანებზე, ქალებზე, ბავშვებზე. ეგ არის მაგათი რუსული მეთოდი, კლასიკური ამბავი. დღეს სანამ ის ხალხი იქ არის რამდენიც არის, არ მგონია მე არ მჯერა რომ ეგენი გაბედავა და გამოსცდა რამე მოხდება. დიდი მადლობა ზურაბ ჭავჭანიძე ეს მედროშე ბათუმის საპროტესტო აქციის დიდი მადლობა თემურ ასე მინდა გითხოთ ხო აი რაში ჭირდება ეს დემონსტრირება ან გუში რატომ დასჭირდა თუ ეს ჩაულიყმედებაა ქართული ოცნებისთვის ორი მიზანი აქვს ზოგადად რატომღაც რაღაცა დიდი ხანია მას მომიწია შესწავლა როგორ განვითარდა თავისუფლება 2030-ში რუსეთში მე 2000-ში ბელარუსიაში ეხლა როგორ მიდის თურქეთში ზუსტად დიდი ერთი და იგივე პარალელია ეხლა თურქეთში რაცობა ვიყურებ დეჟავი მაქვს ერთი წელიწად ახლა როდესაც ჩვენაც გავიარეთ ის ახლა გადის თურქეთში და ხო ბუნებრივი ამბავი არის ანუ იმათი ადამიანის ფსიქოლოგია მუშაობს ესე რომ ადამიანები უმრავლესობა არიან ძლიერის მხარეს ანუ თუ შენ ხარ ძლიერი და გამარჯვებული აღმოჩნდი, ხალხი გადმოვა შენს მხარეს. ეხლა ეგენი ჩალიჩობენ იმას, რომ დაანახო რომ მათ არიან ძლიერები და აქეთ ამ მხარე არის სუსტი, რომ ხალხმა შემთხვევით არ გადავიდეს ძლიერების მხარეს. ეგ არის ჩვენი ფსიქოლოგიური ამბავი, რასაც KGB FSB, რავი, რაც ქვია მაგას გრუს, აკეთებდა ყოველთვის წლებია ყველგან, მათ შორის რუსეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანში. თურქეთის პარალელი რატო გახსენებათ? რა მსგავსებაა თურქეთთან დღევანდელი პროცესის? აი, სადღაც წელიწადნახევარი 2 წლის წინ რუსული კანონის დროს რაღაცებს გავდიოდით და თქვენ ჟურნალისტებს, ჩვენ მოქალაქეებს გვიკვირდა პოლიცია როგორ ჩადიოდა რას აკეთებდა, რაღაცა როგორ უყამდა თვითონ პოლიციელები ხალხს, როგორ უსამართლობებს აკეთებდა ადამიანები და რაღაცა დაუცებული უყურებით რომ ნახეთ ხალხო ეს პოლიცია რა შვება აი ეგ ხდება ახლა დღეს თურქეთში და იმათაც ჩვენსაც უკვირან და აი ძახია რომ უყურეთ ეს პოლიცია რა შვება და მე მინდა რომ უთხრა ანუ რაღაცა ბადგება ხოლმე გულზე რომ დაუძახო რომ ხალხო აი თქვენა უყურეთ მაგ პოლიციას არ ხდება ეგრე გავლილი გვაქვს ჩვენ და ვიცი ხო ეგ არის ანუ აქ ქვეყანაში სადაც დიქტატურა მყარდება, იქ არ არსებობს არც პოლიცია, არც ინსტიტუტი, არაფერი არ არის. რა იმუშავებს ამ რეჟიმის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურად? რა საჩვენებს საქვეყნების გამოცდილება მაგალითად? რისი იმედი გაქვთ, რა გაიმედებ? აი, აქ რომ მოვიდეს ახლა რაღაცა, მარტო ბუნებრივი ამბავი არის. ჟურნალისტობის მიღმა ქუჩაში რომ მიდიოდა და ვიღაცამ დაგარკვეს რასთან შეზღუდა. რავი, ეს არის ძალიან თავის დაცვის უფლება ხა ყველას აქვს, ხო? და სამართალიც ეცნობს ამას. გაუკვეველი ტიპის ადამიანი რომ მოდის და გიტყავს, რავი, შენც უნდა მიგვიდგინო და თუ ბევრი ადამიანი იქნება ისეთი, ვინც თავის თავს დაიცავს,
ისინი ყველა ვარიანტში წააგებენ. მაგრამ ამ შემთხვევაში ქართული ოცნების ხელში უზარმაზარი რესურსია. ყარა ფინანსურ რესურსებზე, ბიზნესზე, პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა, ეს ყველაფერი მის ხელშია. ეგ არაფერს არ წვდის. და რამ შეიძლება ეს გადაწონოს მაშინ? მათემატიკით მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ერთი მოქალაქის გაჭერას სჭირდება მინიმუმ 3 და სასწავლოდ 4 პოლიცია. აი, რამდენი შეიარაღებული ადამიანი აქვს ქვეყანაში? აი, სულ ყველა გაკლებით, სადღაც 30-40,000 წელს პოლიციელი მოგვია ეხლა. რამდენი ადამიანის დაჭერა შეუძლია თუ ჩვენ ერთმანეთს ვიცავთ? ანუ თუ არსებობს ამ ქვეყანაში აქეთ მხარეს რაღაცა, ყველა მხოლოდ რომ ჩვენ ვართ ბევრი. უფრო ბევრი ვართ, თან ბევრად მეტი, ვიდრე ისინი. ჩვენ თუ ზუსტად იმავე პრინციპით ერთმანეთს ვიცავთ, რა პრინციპით ძალა. ჩვენ უბრალოდ ვერ გავიაზრებთ და უბრალოდ აუცილებელია საჯაროდ ამ პროტესტის დემონსტრირება და საჯაროდ ჩვენება ამ ძალიან მარტივად ვამბობ ხოლმე ხშირად, რომ როდესაც გავარდი აგერ 100 კაცი, ვიღაცა მოძალადე მოდის და გითხავს, შენ როგორც ჟურნალისტმა შეიძლება გადაიღო, მაგრამ მე როგორც ვიგიტყვი მოქალაქემ, აი 100 კაციდან 90 რო ტელეფონს ვაძლევ და ვიღებ და ნახე შუბა ვიცახით, გონია რომ ამით კაი რამს ვაკეთებ, კაი რამს კი არ ვაკეთებ, ჩვენ უხრებს ვაჩვენებ, რომ ნახე ესენი როგორ გვერებიან, რასოსტები არიან. კი, ჟურნალისტის უნდა იყოს და ჟურნალისტმა ეს უნდა გადაიღოს, მაგრამ რავი, ჩვენ რო 100 ვართ, 100-მა უნდა ვცადოთ, რომ ეს ვიღაცა არ უნდა გავატაროს. და იმათ უნდა მოუგოთ ძალაში. ყველა ესეთი შემთხვევა, სადაც დღევანდელი მაგის ფაქტია, რომ ნახეს რომ ბევრი ხალხია და ძალაში. თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ აღარ გამოვლენ ოცნების იგივე ტიტუშკები და აქტივისტები ოფისიდან. რაღაცა ნიღბებს იკეთებდნენ პარტიის ოფისის შიგნით და კადრებიც გავრცელდა. გამივია ეგ ამბავი თვითონ. აი მთელი ღამე, აი ღამეებიც მაქვს მე რუსთაველში დაკავებული, ღამეებს ვატენდით, სადღაც ღამის 3-მდე, 4-მდე იყავი ძალიან ბევრი ხალხი. ისინი იმალებოდნენ არსად არასდროს არ შეწოდებოდნენ. ძირითადად როცა გვერდყამდნენ და გვარდებოდნენ, იყო 3-ის მერე, იმიტომ რომ 3-ის მერე ძირითადად ადამიანები მიდიოდნენ, დილისმენა ვინც უნდა მოსულიყო იმათ მოსვლა ეზარებოდათ ხოლმე არ მოდიოდნენ და როგორც კი ცოტა ხდებოდით, ეგრევე მოდიოდნენ და ქცედნენ. ყველა დარბევა მოხდა მაშინ, როდესაც ჩვენ ვიყავით ცოტა. თუ ახლა მოხდება ის, რომ რაღაცა ნაწილი აქციის მონაწილეების წავა და ცოტა ნაწილი რჩება, აი შეიძლება ჩაიწერო, გამოვარდებიან ისინი და ამ ცოტა ნაწილს ცემა. ეხლა რა გეგმა გაქვთ? თუ გაქვთ პრომეტული გეგმა და თუ შეიძლება ესეთი რამ არსებობდეს 4 ოქტომბრის შემთხვევაში, როგორც ვიცი, იზიარებთ ამ პათოს, ხო, რომ 4 ოქტომბერს უნდა იყოს მასშტაბური ორგანიზატორებს მე არა ვარ მაგის არც ორგანიზატორი, არც პასუხისმგებელი, იმიტომ კი არა რომ მე არა ვარ. ნეტავი მაგის ანუ ეგ გეგმა უნდა ქონდეს ორგანიზატორებს და იმედია რომ მე არ ვიცი. მე რო ვაორგანიზებდე და მე რო ვიყო. აი თქვენ როგორც პარტია, როგორც ვიცი, უერთდებით, ხო? ამ ჩვენ არა ვართ ეგეთი პარტია უერთდება რასაც მე მაგის შინაარსი არის. ამ მოწოდებას თუ უერთდებით, რომ 4 ოქტომბერს უნდა იყოს მართლმასშტაბიანი საპროტესტო აქცია. აი წევრების თქვენს მხარდამჭერებს თუ მოუწოდებთ, რომ 4 ოქტომბერს მოუწოდებთ. ჩემ მხარდამჭერებს მოწოდება, ანუ ჩემი მხარდამჭერები არიან ინდივიდუალური ადამიანები, რომლებიც თვითონ წვიტავენ, სად წავიდნენ, რა კვენ და რა გააკეთონ და რა ვიცი, მე რომ მოუწოდო მაგათი გადმოსაყიდან სასაცილოც არის ხოლმე. როგორ უყურებთ? არის ეს საშუალება, თქვა 4 ოქტომბერი ეს თარიღი? მე მათ შორის ჩემი მეგობრებთან ერთად, მეგობრებთან და პარტიის მხარდამჭერების მიღმა მეგობრებთან ერთად მგონია რომ ეგ არის სწორი. მე არ ვიცი ორგანიზატორები რას გიგავენ, მაგრამ რა ვიცი, ყველა შემთხვევაში ბევრი ადამიანის იქნება არის სწორი. მე ორგანიზატორი და მე ვაკეთებ მაგ ამბავს, მე მაგალითად დავგეგმავდი, რომ ფიზიკურად შევძლო, რომ არც ერთი ადამიანი არ გავატანო და არ დავაჭერინო იმ მოძალადე ბანდას, რომელსაც ჟურნალისტები პოლიციელებს ეძახით. მე არ ვეძახით. მე ასე გავაკეთე. საბოლოო ჯამში რითი დასრულება ეგ ამბავი არ ვიცი, მაგრამ ფიზიკურადაც სულ ამბობ ხოლმე, რომ მიშამ რატომ მოიგო 2003-ში. იმიტომ რომ ყველა ხვდებოდით, რომ მიშა ძალითაც ერეოდა იმათ. კი, იმედია რომ ეგ პერიოდი აღარ არის ეხლა და ეხლა პოლიციამ განვითარდა რაღაცა ძროხა განვითარდა, მაგრამ ჩვენ ძროხა განვითარდა. მილიონარი პროტესტის ფორმის მოფიქრება შეიძლება. მონდომე ვაჭირდება მაგას.
მე არ ვიცი რას ფიქრობენ, რას აკეთებენ ორგანიზატორები. ალბათ სწორი ძალი რო არ არის ამბავი საჯაროდ, მაგრამ მე მაინც იქნები ყველა ვარიანტი ჩემს წაფე არ იცნება 5-ში ან ბიძინა წასული იქნება და რა რაც კარგი არ იქნება წასული და 5-ში აღარ იქნებით მე და შენ. მაინც გაგრძელდება ბრძოლა. ან ჩემს წაფეში. დიდი მადლობა. ეს იყო თემურ გორგაძე. თქვენ მას უსმენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში. ეს ბათუმის საპროტესტო აქცია 286 საღამო ბათუმში. გრძელდება პროევროპული საპროტესტო აქციები, მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში და ითხოვენ პირველ რიგში სწორედ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას და ხელახლა არჩევნები ჩატარება და არლეკეთ მთავრობის გადადგომა არის უცვლელი მოთხოვნები ამ საპროტესტო აქციების. ამ წუთებში გრძელდება საპროტესტო აქცია თბილისში, კახკალაძის საარჩევნო შტაბთან. თქვენ იცით რომ გუშინ იძალადეს სწორედ იქ არაერთ მოქალაქეზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეზე, ასევე ჟურნალისტებზე. მოდი გავისაუბროთ ახალგაზრდებს, რომელსაც ვხედავ ამ აქციაზე. თორნიკე, მოგესალმებით, შეიძლება გაგისაუბროთ. ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვარ. მოკეთ, რა მინდა გითხოთ, გუშინ ჩვენ ვნახეთ არ მხოლოდ ის რომ იძალადეს მშვიდობიანი დემონსტრანტებზე, არამედ ვნახეთ რომ რამდენიმე შემთხვევაში პოლიციელებიც კი გახდნენ ძალადობის მსხვერპლი, ხო, თავდასხმის ობიექტები, თქვა წყლიცავსე ბოთლი მოხდა პოლიციას ერთ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში მუშტი მოხდა. ამის კადრები გავრცელდა, თქვა ბათუმელების ეგვერდე დევს ეს კადრები. თუმცა არ დაიწყო გამოძიება პოლიციელებზე თავდასხმის მუხლით. და ამაზე არაფერს არ ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტრო ან პროკურატურა. მაშინ როცა სილის გაწვნის გამო იგვე მზიამაღლობელის შემთხვევაში დაიწყო არა თუ გამოძიება, არამედ მზიამაღლობელი ზის უკვე ციხეში. სწორედ სილის გაწვნის გამო ამ საქმეს დაზარალებული არ ყავს. არავის არანაირი ზიანი არ მიყენებია ამის შედეგად, ხო? რას ნიშნავს ეს ამბავი და ამგვარი დამოკიდებულება თქვენთვის? პირველ რიგში მე მინდა რომ ხაზი გაუშვა რათა საზოგადოება არ შეიყვანდეს შეცდომაში. ვიღაცებს გონიათ რომ იქეთ მხარეს სხვა სამოქალაქო პირები დგანან და მინდა გავუსვა ხაზი რომ იქეთ მხარეს დგანან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ საერთოდ არაფერს, რომ არა სისტემა. ამ ადამიანებს სისტემა ზოგჯერ მიღბით გვაჩვენებს, ზოგჯერ ეგრეთ წოდებულ კოსტუმებში, ზოგჯერ მილიციის ფორმაში და სპეციალურად ხმარობა ამ სიტყვას მილიციას და ზოგჯერ სამოქალაქო საზოგადოების სახით, თუმცა ეს არის მხოლოდ ცდელობა სიმსტემის მხრიდან, რომ ილუზია შექმნას თითქოს ისინი ბევრნი არიან, ბევრ სხვადასხვა ფლანგს წარმოადგენენ, თუმცა ეს ადამიანები ჩვენ პირველად არ გვინახავს გუშინ, ეს იგივე ადამიანები იყვნენ, რომლებიც ეგრეთ წოდებულ თებერვლის დარღვევებში იღებდნენ მონაწილეობას და გუშინდელმა გულისხმობთ იმ აქტივისტებს, ანტიტუშკებს უბრალოდ ვინც გუშინ ჩანდნენ და რომლებმაც გუშინ ესე ვთქვათ ნიღბები მოიხსნეს სახიდან ქართულ ოცნებას როცა დააჭირდება მათ აუცილებლად გაუკეთეს ისევ ამ ნიღბებს თუ დაჭირდება პოლიციის ფორმას ჩააცნავს და გუშინდელმა დღემ რაღაცნაირად ხაზი გაავლო ჩვენსა და მას შორის და რას გულისხმობ აუხსნით. აი თუნდაც თქვენ მზიამაღლობელის საქმე მოიყვანეთ, ასევე ხაზი მინდა გაუშვა ფიგურირებდა ეგრეთ წოდებული დრინი, რომლის გამოც ედავებიან თავს იცავდა ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი აქტივისტი საბას ხვიტარიძე და ის დღეს ამისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაშია მიცემული მხოლოდ და მხოლოდ თავდასხმის ის პოლიციაზე თავდასხმის მუხლით თუ არ მეშინდება. დიახ, უბრალოდ ეგ არის შეკერილი საქმე, ეს ყველა მიცის, მხოლოდ თავდაცვა იყო ეს და გადაყვანილი ფირცირდა ეგ საქმე, არა პოლიციაზე, არამედ უბრალოდ ადამიანზე დრინ თავდაცვა. თუმცა ამ შემთხვევაში ხას სხვა რამეს უსმენ მე და გუშინდელი კადრი გავიხსენო და გავახსენო თქვენს ეგრეთ წოდებულ მაყურებელს, რომ გუშინ ერთ-ერთი ტიტუშკა ბჭყალებში დრინით პოლიციელს ეუბნებოდა, რომ მე ვარ ქოცი, მე ვარ თქვენიანი. აი ეს უკვე სხვა რაღაცას ამბობს. ეს რას ამბობს? რას ნიშნავს? უკვე მათთვის რომ არის რაღაც პრივილეგია და აქეთ მხარეს ჩვენ ვართ ადამიანები, ვინც ვიბრძვით თანასწორობისთვის, რადგან ყველა ადამიანი ვართ თანასწორი და ამ თანასწორობას აუცილებლად ვიღებთ, აუცილებლად მივიტან ხალხამდე იმ საქმეს, რომ სიმართლე ყოველთვის იქნება ძალა და სიმრავლე ყოველთვის იქნება ძალა, სიმართლე და ძალა ამ შემთხვევაში არის ჩვენ მხარეს და იქეთ მხარეს რაც არ უნდა დაგვიპირისპირონ, ჩვენ არ დავიხევთ უკან. და რატომ დასჭირდა ამ ძალის ჩვენება თქვენი აზრით გუშინ, ვთქვათ იგივე გუშინდელი მსვლელობის დროს ქართულ ოცნებას? მე არ მგონია რომ ქართული ოცნება შეცდომას უშვებს, ჩემი აზრით გააზრებულად აკეთებს თავის ყოველ ნაბის გააზრებულად დგამს და გუშინდელი ღამეც მათ შორის როგორც წეღან აღნიშნე არის ილუზიის შექმნის მცდელობა, თითქოს იქეთ მხარეს არის ძალა, ძალის დემონსტრირება სახლის ამით, თითქოს სიმრავლეა იქეთ მხარეს, თუმცა ჩვენ კარგად დავინახეთ თუ ვის მხარესაა ძალა, იმ
პირობებში, როცა პოლიცია იცავს ტიტუშკებს, როცა პოლიცია აქტივისტებს იჭერს და ამ დაჭერილ აქტივისტებს ტიტუშკები უთყამენ და ეს სამოქალაქო საზოგადოება, აქტივისტები მაინც იქ ჯიუტად დგანან და იცავენ ჩვენი ქვეყნის მომავალს, ეროვნულობას იცავენ ჩვენი ქვეყნისას, ეს ერთადერთი მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ძალა და გამარჯვება არის ჩვენს მხარეს. რა ეტაპზეა ახლა ეს წინამდგომობა თქვენი აზრით და რა ჭირდება მას მნიშვნელოვანი წარმატებისთვის? ზოგადად სისტემები მარტივად არ ინგრევიან არასდროს. როდესაც სისტემა, ისეთი სისტემები, როგორიც ქართული ოცნება არის და რასაც ქართული ოცნება წარმოადგენს, როცა ინგრევიან, ჩვენ უფრო და უფრო მეტ მსგავს სურათს დავინახავთ, როცა ისინი ძალის დემონსტრირებას შეეცდებიან, თუმცა როგორც გუშინ გავეცით საკεντრისი პასუხი, ყოველ ჯერზე ძალაზე მიიღებენ ძალას, რადგან კიდევ ერთხელ გავუსვამ, რომ სიმართლე არის ერთადერთი ძალა ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად სამყაროში და ჩვენ ყველაფერს ვიცამთ ჩვენი სიმართლის დასაცავად. ველოდებით კიდევ უფრო კაფიო და კიდევ უფრო ესე ვთქვათ ამაზრზე ნაბიჯებს ქართული ოცნებისგან უკვე აღარაფერი აღარ მიყვის მე პირადად, იმიტომ რომ გამოცდილებით მგონია რომ აღარაფერზე აღარ დაიხევს უკან ბიძინა ივანიშვილი, უკვე ერთმანეთსაც წირავენ ეგრეთ წოდებული რიჟვაძის დაჭრის საქმეს გავიხსენებ და როცა საკუთარ თანაპარტიენს ძმაკაც არინდობ, იქ უკვე შეუძლებელია რომ მე ვიფიქრო რომ მე როგორც აქტივისტი და მისთვის ოპოზიციას დამინდობს და ასე რომ მზად ვარ ყველაფრისთვის, თუმცა ეგ სამნიშნავს იმას რომ რომელიმე აქტივისტი ან რომელიმე ჩვენი თანამებრძოლი ამ შეუშინდება და წამით მაინც დანებდება ამ უსამართლო ბრძოლაში. დიდი მადლობა. ეს იყო თორნიკე კაკალაძე, სტუდენტი, რომელიც ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა. ასეთი განწყობებია დღეს ბათუმში აქციის მონაწილეებს პროტესტის 286 საღამოს. გრძელდება ისევ ეს პროტესტი არა მხოლოდ ბათუმში და თბილისში და დიდ ქალაქებში, არამედ ძალიან ბევრ ქალაქში და მუნიციპალიტეტში დღეს ისმის პროტესტის ხმა და მოქალაქეები ძალიან ხმამაღალი განაცხადნენ, რომ ისინი არ შეეგუებიან ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას და არ შეეგუებიან იმას, რომ ჩაკეტილი დარჩეს ამ ქვეყნისთვის გზა ევროპისკენ, რომელიც ჩაკეტა ქართული ოცნების არლეგიტიმურმა მთავრობამ ირაკლი კობახიძემ და ყველას კარგად გვახსოვს მისი ცნობილი განცხადება 2024 წლის 28 ნოემბერს, როცა მან განაცხადა პრაქტიკულად ევროინტეგრაციის შეწყვეტის შესახებ, როცა მან თქვა, რომ ევროკავშირში გაწერილი შესახებ მოლაპარაკებები არის გადადებული 2028 წლამდე. სწორედ ეს განცხადება აღმოჩნდა კრიტიკულად მიუღებელი საზოგადოებისთვის საქართველოში, როცა მოქალაქეებმა თქვეს, რომ ისინი არ შეეგუებიან ამ ქვეყნის რუსულ ორბიტაზე გადასვლას, რადგანაც სწორედ ამას ნიშნავს ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა საქართველოსთვის, პატარა ქვეყნის იზოლირება ევროპელი დასავლელი პარტნიორებისგან, თუ რა შეიძლება მას დაემართოს აგრესორი რუსეთის პირისპირ. ამიტომაც მოქალაქეებმა თქვეს, რომ ისინი არასდროს არ შეეგუებიან იმას, რომ ამ ქვეყნის გზა ევროპისკენ იყოს ჩაკეტილი და დამყარდეს დიქტატურა ქვეყანაში. რასაც ამბობენ ცდილობს აქტიური ფორმებით, სხვა რეპრესიული მიდგომით ივანიშვილის რეჟიმი და ოცნების არალეგიტიმური მთავრობა. ასეთ იყო დღეს ბათუმის საპროტესტო აქციის გზავნილები პროტესტის 286 საღამოს საპროტესტო აქცია გრძელდება. ეს პროექტი ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელებიჩი და ნეტგაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. მდროებით.